ქალაქ ზუგდიდში ცენტრალურ ქუჩებზე სარეკლამო ბილბორდების მონტაჟი დაიწყო. მეოთხე საჯარო სკოლის წინ მიმდინარე სამუშაოებს საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე დაესწრო. დეპუტატის განცხადებით მან ფაქტის შესახებ ცხელხაზე შემოსული სატელეფონო ზარიდან შეიტყო. წითლიძე ამბობს, რომ სარეკლამო ბილბორდების მონტაჟის პროცესში აქტიურ მონაწილეობას ქალაქ ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის სამსახურიც იღებდა. დეპუტატმა და მისმა თანხლებმა პირებმა მობილური ტელეფონით მუშაობის პროცესი გადაიღეს. ანა წითლიძის განცხადებით კადრებში კარგად ჩანს, რომ სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამწე მანქანა. დეპუტატის მტკიცებით ფაქტი დადასტურდა ის, რასაც მისი თქმით საკრებულოს ხდომებზე აცხადებდა. ანა წითლიძემ ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია ვისოლ ჯგუფთან კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა. როდესაც მე ვამბობდი, რომ აუქციონზე გადიოდა ცენტრალურ ქუჩებზე სარეკლამო ბანერების დამონტაჟება და ამის წილში ვისოლთან ერთად იჯდა გოგოხია, მაშინ საკრებულოს უმრავლესობა წინააღმდეგობას მიწევდა მე და მადანაშაულებდა ტყუილში. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს ფაქტი. რატომ ეხმარებოდა დღეს ამ ბანერების დამონტაჟებას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მანქანა, რატომ ეხმარებოდნენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ბანერების დადგმაში კერძო კომპანიებს და რა ინტერესი დევს კიდევ ერთხელ ვიმეორებ გოგოხიასი ამ კონკრეტულ ბანერების საქმეში. მე ვაცხადებ ღიად, ეს იყო გოგოხიას და ვისოლ ჯგუფის კორუფციული გარიგება, რომლის შედეგადაც ირაკლი გოგოხიამ ცენტრალური ქუჩის სარეკლამო ადგილები მიყიდა ვისოლ ჯგუფის შვილობილ კომპანია ალმას. ანა წითლიძის ბრალდებაზე ქალაქის მერმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მის მიმართ ბრალდებას აბსურდული უწოდა. ირაკლი გოგოხიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ის საქმის კურსში არ არის და მერის არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურში გადაგვა მისამართა. თუმცა სამსახურის უფროსი ეკატერინო თოდუა ბუნებრივია აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებდა, რადგან მისი სამსახურის კომპეტენცია არ არის აიბ კეთილმოწყობის ცენტრის საქმიანობის მონიტორინგი. კეთილმოწყობის ცენტრის დირექტორი ჩვენთან სატელევიზიო ინტერვიუში არ უარყოფს, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტექნიკა გუშინ სარეკლამო ბილბორდების მონტაჟის პროცესში მონაწილეობდა და ამბობს, რომ ამით კანონი არ დარღვეულა. ცვლიდნენ ნატურას, გადამწვარ ნატურას იქვე მეოთხე სკოლის წინ და ამ დროს იმ სარეკლამო ჟილებს რომ ამზადებდნენ რაც შემთხვევა მომხდარა და ერთი 10 წუთით დახმარებიან. მე როგორც ვთქვი, უთხოვიან და ერთი 10 წუთით დახმარებიან. და ჩემი აზრით რა მოხდა მე რაღაცა თხოვეს და კაცი 10 წუთით რაღაც საქმეს აგედებდნენ და ცუდისთვის არ დახმარებიან ყოველ შემთხვევაში. აი ეს ვიცი მე ეს ინფორმაცია ჩემი კვირადღე იყო გუშინ და ჩემი ელექტრიკებისგან აი ეს ინფორმაცია მაქვს მე. ანა წითლიძის განცხადებით ზუგდიდის ცენტრალურ ტერიტორიაზე სტენდებს სარეკლამო ბილბორდებისთვის კომპანია ალმა ამონტაჟებს, რომელსაც ზუგდიდში უკვე აქვს 2 სარეკლამო ბანერი განთავსებული.